რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოულოდნელად წამოსცა და შემთხვევით განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის ფრონტზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს შორის სრული პარიტეტია. ეს ბევრს გააოცა, რადგან ასეთი ფრაზა აშკარად დაუგეგმავი იყო. და ეს ფაქტობრივად აღიარებაა იმისა, რომ ახლა რუსეთი ფრონტზე არსებულ სიტუაციაში უკრაინასთან თანაბარ მდგომარეობაში. საერთოდაც ფრონტის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ბევრი საინტერესო რამ თქვა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა აგრესიულად უპასუხა ვლადიმირ ზელენსკის ღია წერილს და განაცხადა, რომ პირად შეხვედრას აზრი არ აქვს, რადგან რუსეთი თავის მიზნების მიღწევას სწორედ სამხედრო გზით ცდილობს. მაგრამ ვლადიმირ პუტინმა ასევე წამოსცდა, რომ მასსა და ზელენსკის შორის მაინც არსებობს გარკვეული საკომუნიკაციო არხი. როგორც პუტინმა განაცხადა, ერთი ბიზნესმენი დადის მოსკოვსა და კიევს შორის და გზავნილს გადასცემს. და დღეს უკვე გაამხილეს ამ ბიზნესმენის სახელი. ეს აღმოჩნდა რომან აბრამოვიჩი. მე მქვია ალექსეი პიჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი და ლაიქეთ, დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. მისი ბული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ასე რომ ფორუმზე პეტერბურგში ვლადიმირ პუტინმა ძალიან ბევრი საინტერესო რამ თქვა, მაგრამ როგორც წესი მისი ყველა სიტყვა იყო პროპაგანდისტული მოსამზადებელი ტექსტი. მაგრამ ზოგიერთ მომენტში ვლადიმირ პუტინს მოულოდნელად წამოსცდა. უდანაშაულოდ ვლადიმირ პუტინმა მოულოდნელად აღიარა, რომ რუსეთის ეკონომიკა მართლაც ჩამოიშალა, მაგრამ მაშინვე დაამატა, რომ ის ჩამოიშალა იმ დონემდე, რომელიც ევროპაში მრავალი წელი არსებობს. ამიტომ თითქოს ეს არც ისე საშიშია. ან როდესაც პასუხობდა ზელენსკის სიტყვებს, რუსეთის დიქტატორის ასაკზე ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოისმინეთ, მსოფლიოში კიდევ უფრო ასაკოვანი პრეზიდენტებიც არიან და ეს თითქოს საერთოდ არაფერია საშიში. მაგრამ იყო რამდენიმე საჩვენებელი მომენტი. ესე იგი, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარული სესიის დროს ვლადიმირ პუტინმა მოაწყო ასეთი საჩვენებელი. დარბაზთან თითქოს ცოცხალი საუბარი. მოიწვია რა გამოსვლისთვის აშშ-ს და ევროპის წარმომადგენლებს. პირველად სიტყვა მიიღო აშშ-ის ლამაზ ხელოვნებათა კომისიის ხელმძღვანელმა როდნი მიმს კომიტეტმა. მან იქ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკითხვა გადასცა და აქებდა მოსკოვსა და პეტერბურგს. არაფერია განსაკუთრებული. შემდეგ გამოვიდა ევროპარლამენტის დეპუტატი რუმინეთიდან დიანა ივანოვიჩ შიშააკე, რომელიც წარმოადგენს ულტრამემარჯვენე პარტიას SOS რუმინეთი. მან განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მიღწევები უნდა იყოს გაკვეთილი მთელი ევროპის კავშირისათვის და ასე შემდეგ. აქ უბრალოდ შეგახსენებთ, რომ შიშაკეს სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულია მუხარები. სისხლის სამართლის საქმეები 11 მუხლით, მათ შორის ჰოლოკოსტის უარყოფა და სამხედრო დამნაშავების განდიდება, ხოლო მესამე ასე წოდებული დასავლეთის წარმომადგენელი გახდა ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისელი. ეს ის ქალია, ვისთანაც ვლადიმირ პუტინმა გახსოვთ, მის ქორწილში იცეკვა. ამის შემდეგ მან როსნეფტის დირექტორთა საბჭოში ადგილი მიიღო. ხოლო 2022 წელს მან საბოლოოდ საერთოდ გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში. და აი აქ რაღაც უცნაური მოხდა, რადგან ვლადიმირ პუტინის სიტყვა აშკარად არ წავიდა გეგმის მიხედვით. კნაისელმა უბრალოდ არ აქებდა ვლადიმირ პუტინს, არამედ მოულოდნელად კითხა პუტინს უპილოტო აპარატებზე და ფრონტზე ახალ რეალობაზე. ამაზე ვლადიმირ პუტინმა უპასუხა, რომ დიახ, მართლაც საჭიროა რუსეთის საერო თავდაცვის გაძლიერება. შემდეგ კი განაცხადა, რომ უკრაინას მოусმინეთ, საერთოდ არ აქვს საერო თავდაცვა, ხოლო რუსეთს აქვს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ კითხვამ კნაისელმა ვლადიმირ პუტინი დაბნეულობაში ჩააგდო და მისი გააზრებული, მკაფიო, კარგად მოფიქრებული ლეგენდა რუსეთის არმიის გამარჯვებებზე ფრონტზე უცებ დაინგრა. შემდეგ მოვიყვან ვლადიმირ პუტინის ციტატას. თუ თქვენ დასვით ეს კითხვა, მე გიპასუხებთ. ბრძოლის ველზე ზოგან პარიტეტია. ზოგიერთ მონაკვეთზე კი ჩვენ გვაქვს უპირატესობა. ეს იგივე ეხება ამ შორმანძილზე მოქმედ ავიაციას, ესეთი ტიპის თვითმფრინავებსაც. ის ხო ესეთი დიდი საფრთხე არ იქნებოდა, რომ დროულად მიგვეღო შესაბამისი გადაწყვეტილებები და გაგვეზარდა შესაბამისი შესაძლებლობები. მაგრამ ეს ხომ დაბალსიმაღლეზე და ნელა მოძრავი სამიზნეებია. მართალია, უკვე ჩნდება რეაქტიული ძრავების მქონე უპილოტო აპარატებიც, მაგრამ ესეც პრინციპში შეიარაღებული ბრძოლის საშუალებებით იჭრება. და აი აქ დარბაზი უბრალოდ დადუმდა. ხოლო პროპაგანდისტები ნერვიულად შეიშმუშტენ სკამებს. კიდევ ერთხელ, ვლადიმირ პუტინი პირდაპირი ტექსტით აღიარებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ბრძოლის ველზე პარიტეტია.
და პარიტეტი თუ იმეს არ იცის, ეს არის სრული თანასწორობის მდგომარეობა. ეს არის ტოლობის ნიშანი. და ეს არის უკრაინა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი სურდა. რუსეთი პარიტეტის მდგომარეობაში მოაქცია. და პუტინი ამბობს, კი, ეხლა ბრძოლის ველზე პარიტეტია. და მისი სიტყვებით უპირატესობა რუსეთს ყველგან არ აქვს, არამედ სადღაც, ზოგიერთ მონაკვეთს. თუმცა ჯერ კიდევ გუშინ ვლადიმირ პუტინისვე სიტყვებით რუსეთი ყველა მიმართულებით უტევდა და ყველგან წინ მიიწევდა. უფრო მეტიც, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ უკრაინული უპილოტოები ძალიან ძლიერად უთხრამენ რუსეთს, მაგრამ ის ჯერჯერობით ვერაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც ამბობს, რომ დროულად რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები, ასეთი ზარალიც არ იქნებოდა. მაგრამ შეგახსენეთ, ვინ იღებს რუსეთში აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას? ბოლო 26 წლის განმავლობაში. ეს არის ვლადიმირ პუტინი. და ვლადიმირ პუტინი ამბობს, ხო, ჩვენ დროულად არ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. როგორც ჩანს, თვითონ ვლადიმირ პუტინმაც გაიაზრა, რომ ზედმეტი თქვა, ამიტომ გადაერთო ზელენსკის ღია წერილის კომენტირებაზე. აი რომ იქ როგორც ნამდვილი პიტერის ეზოს გოპნიკი პირდაპირ დაესხას თავის ვიზავის. მაგრამ პუტინს ამ წერილში რაღაც ძალიან შეეხო. ის რა თქმა უნდა ცდილობდა თავი მოეწონებინა, გაეღიმა, გაეკაიფებინა, მაგრამ არა. მაგალითად პუტინი ამბობს: რამდენიმე რამ, რაზეც მაინც მივაქცევ ყურადღებას. მან, ანუ ზელენსკიმ, ახსენა ჩემი ასაკი. რა შემიძლია თქვა? ასაკზე ყველამ უნდა იფიქროს. ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე ჩემზე უფროსიც იქნება, მაგრამ თავარი არა ასაკია, არამედ მოქმედების და შრომის უნარი. ანუ ვლადიმირ პუტინს მაინც აწუხებს ის, რომ უკვე მოხუცია, უკვე დაჩაჩანაგებულია. ზელენსკისთან შედარებით ის დაჩაჩანაგებული მოხუცია და ეს მას ეცხინა. ასევე პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკის წერილი შეიცავს უხეშობის ელემენტებს. მისი თქმით, ამ წერილის მიზანია ისეთი პირობების შექმნა, რომ მათი შეხვედრა შეუძლებელი იყოს. თუმცა თავადვე რუსი დიქტატორი ამბობს, რომ ზელენსკისთან შეხვედრას არ აპირებს. ციტატა: არ ვხედავ ჩვენთვის შეხვედრის აზრს. უკრაინული მხარის აზრი ჩვენი შეტევის შეჩერებაა, ხოლო ჩვენთვის საჭიროა შეთანხმება. ზელენსკისთან შეხვედრამდე საჭიროა კონფლიქტის მოგვარების გადაწყვეტის პოვნა. რუსეთი უკრაინის დენაციფიკაციას შეეცდება. სრულად არ დავაკომენტარებ ვლადიმირ პუტინის ამ პასუხს. იცით, მან დასაწყისში განაცხადა, რომ თითქოს, დიახ, რა არის ეს წერილი, ეს ქაღალდი, რაღაცა პესკოვმა ეს ქაღალდი მომაწოდა. მაგრამ მთელი მისი პასუხი ამ ქაღალდზე 10 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. წამით წარმოიდგინეთ. ის 10 წუთზე მეტხანს ლაპარაკობდა იმაზე, რომ ეს რაღაც ქაღალდი მოვიდა და საერთოდ არ მიუქცევია მისთვის ყურადღება. მაგრამ აღნიშნავ, რომ რუსეთის დიქტატორის თქმით, ერთმა რუსმა ბიზნესმენმა 21 მაისს კიევში ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა და პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თითქოს ბიზნესმენს უთხრა, რომ სურს პირადი შეხვედრა რუსეთის ხელმძღვანელთან. და ეს საინტერესოა. დღეს უკრაინის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი სწორედ 21 მაისს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. რუსული მედია ასევე მიანიშნებდა, რომ სწორედ აბრამოვიჩი გადასცემდა გზავნილს კიევიდან მოსკოვში. აქ შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გაზაფხულზე აბრამოვიჩი პირადად ესწრებოდა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს სტამბოლში. კრემლში აღნიშნავდნენ, რომ ის ჩართული იყო მოსკოვსა და კიევს შორის გარკვეული კონტაქტების უზრუნველყოფაში, თუმცა არ იყო რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წევრი. კიევში აბრამოვიჩს რუსეთსა და უკრაინის შორის უკიდურესად ეფექტურ შუამავლად მოიხსენიებდნენ. და ახლა ისევ ხედავთ, როგორ ჩნდება მისი სახელი თითქოს და მოლაპარაკებებში უკრაინასა და რუსეთს შორის. უკვე 2023 წელს გაჩნდა ცნობები, რომ ვლადიმირ პუტინმა თითქოს და საიდუმლო ბრძანებულებით აბრამოვიჩს მიენიჭა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი. მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგვარების საკითხზე. და მიუხედავად იმისა, რომ თავად აბრამოვიჩი ამას უარყოფდა, აშშ-მა იმ დროისთვის გაუგებარი მიზეზით არ დააწესა სანქციები თავად აბრამოვიჩზე, მაშინ როცა სხვა რუსი ოლიგარქები სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. აქვე შეგახსენებთ, რომ Wall Street Journal-მა წყაროებზე დაბრუნებით დაწერა, რომ აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესება ვაშინგტონს პირადად ვლადიმირ ზელენსკიმს თხოვა. მიუთითა რა, რომ ბიზნესმენი შეიძლება მოლაპარაკებებში შუამავალი გამხდარიყო. და აი ისე ვისმენთ აბრამოვიჩის სახელს სწორედ ამ მოლაპარაკებების კონტექსტში. როგორც მე მგონია, აქ მართლაც არის რაზეც უნდა დავფიქრდეთ. აქ წერტილებს დავასვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვემოთ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას დროებით.